მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი და დღეს მინდა გაჩვენოთ ძალიან საინტერესო პროექტი. ანუ ეს არის ხელნაკეთი ბოქრომი. პროექტი გულისხმობს არა მარტო სათამაშოს გაკეთებას, არამედ ვიდეოს ნახვის შემდეგ ჩვენ უკვე გვეცოდინება როგორ მუშაობს სეიფის გასაღები მაგალითად. ამ ხელნაკეთი სეიფის გასაკეთებლად გამოვიყენე ის ნივთები, რომელიც თითქმის ყველას მოეპოვება სახში. მაგალითად, ამ შემთხვევაში გამოვიყენე ჰიპის კოლოფი, ასევე მისი სეიფის ძირი და ზედანაწილი გავაკეთე კარტონის ქაღალდისაგან. სეიფის მექანიზმში ასევე გამოვიყენე საშლელი კარტონის ქაღალდი, რომლებიც ერთმანეთთან დავაკავშირე ცხელი წებოთი. ესეც მექანიზმის ერთი ნაწილი უკვე მზადაა. კიდევ დაგვჭირდება 4 ცალი ესეთი ნაწილი. არ არის აუცილებელი მხოლოდ 4 ან 5 იყოს. ეს რიცხვი დამოკიდებული არის გამკეთებლის, ანუ შემქმნელის სურვილზე. რაც მეტი იქნება, მით მეტი რიცხვიანი კომბინაცია იქნება და შესაბამისად ძნელი გასახსნელი იქნება ჩვენი სეიფი. ეს საშლელი, რომელიც ვახსენე უკვე. რა თქმა უნდა, ნამდვილ სეიფებში გამოყენებული არის უფრო მდგრადი ნივთიერებები, რომელთა გადახვაც არც ისე მარტივია. ჩვენს ვიდეოს აქვს მხოლოდ საჩვენებელი დანიშნულება, შესაბამისად ეს ჩვენს შექმნილი სეიფი არ გამოდგება რაიმე ნივთის საიმედო შენახვისათვის. უბრალოდ სათამაშო და სასწავლო დანიშნულების ვიდეოა. ესე დავაწებეთ და ნახეთ როგორ უნდა ჩაჭდეს. ჩორდა უფრო სწორხაზ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არავშეს მაინც მუშაობს. ეს კიდევ ჩვენი ციფრები, რომლისგანაც საბოლოოდ შექმნილი იქნება სეიფის გასაღები. ერთ-ერთ თითოეულ კოლზე უნდა დავაწებოთ ეს ციფრები 1-დან 10-მდე, 0-ის ჩათვლით. 0-დან 10-მდე უფრო სწორად რომ ვთქვათ. ესე იგი, მე წინასწარ დავწერე კოდი, რომელიც გააღებს ამ სეიფს და იმის შესაბამისად განვალაგე რგოლებზე ციფრები. თუ დააკვირდებით, კარგად არის დაჩვენები მექანიზმი თუ როგორ მუშაობს ჩამკეტი მექანიზმი. ეხლა ვიშავ სწორედ იმ ადგილს, რომლის პირდაპირაც უნდა იყოს განლაგებული გამღები კოდის შემცვლელი ციფრები. ეს არის კოდი 59117. ეს 59117 უნდა გავასწოროთ იმ წითელი ნიშნულის გასწვრივ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიხსნება ეს ჩვენი ხელნაკეთი სეიფი დაზიანების გარეშე. თითქმის უკვე ბოლომდე მივიდა. გავუკეთოთ ზედანაწილით, რომ გახსნის გარეშე არ ამოვარდეს. მზადაა ჩვენი სეიფი და ეხლა მოდით დავმალოთ კოკა-კოლა. კაკრას სწორედ ისეთი ზომის არის, რომ კოკა-კოლა თავისუფლად ეტევა. ჩავდოთ და ჩვენი ნებართვის გარეშე ვერავინ ვერ დალევს ამ კოკა-კოლას. აურიოთ ციფრები უკვე ფაქტიურად ჩაკეტილია. ანუ 59117 თუ არ არის ერთმანეთის გაწვება იმ წითელი
ნიშნის გასწვრივ, მაშინ არ უნდა გაიხსნას. აი ნახეთ, არ იხსნება. ნუ არ უნდა მოვუჩოთ, რა თქმა უნდა, ეს სათამაშოა და არა ნამდვილი სეიფი. ნახეთ, აი ამ ზოლის წითელი ნიშნის გასწვრივ. მოდით ახლა ჩვენ ხომ უკვე ვიცით კოდი და ცადოთ კოდით გახსნა 5 9 ახლა გვინდა 1 აჰ, რატომ შეგვშლია 5-9-1-7 უნდა იყოს. აბა ვნახოთ თუ გაიხსნება. და გაიხსნა. მუშაობს ჩვენი სეიფი. ეს ვიდეო დამზადებულია არქისათვის რუპოტი ინგლისურ ენაზე. ეხლა კი განმოქართულებულია ქართულენოვანი არქისათვის. გმადლობთ რომ გვიყურეთ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არქი და უყუროთ ახალ ვიდეოებსაც. კარგ ბრძანდებოდით.